საბჭოთა კავშირის დროს მშენებლობის ხარისხი კონსტრუქციული სიმტკიცის თვალსაზრისით ბევრად უფრო ხარისხიანი იყო ვიდრე დღევანდელ საქართველოში. დღეს საქართველოს სამშენებლო მოედნებზე არ ხდება ინსპექტირება ბეტონ კონსტრუქციის მშენებლობის პროცესის. არ ხდება მარკირების შემოწმება, არ ხდება ბეტონის შრობის პროცესის შემოწმება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ბზარების გაჩენისათვის, მიკრო და მცირე ბზარების აღმოჩენისათვის და არ ხდება არმატურის ჟანგიანობის და წელვადობის შემოწმება. საბჭოთა კავშირის დროს არსებობდა როგორც სამშენებლო სამმართველო, ისე არსებობდა შემოწმების ინსპექტირების სამმართველო. დღეს საქართველოს პირობებში მხოლოდ ხდება სამშენებლო კომპანიები, მაგრამ არ გვაქვს ჩვენ სახელმწიფოს მხრიდან შემოწმებელი კომპანიები. ბეტონ კონსტრუქცია, როდესაც არის არასათანადოდ შესრულებული, ეს იწვევს დროდადრო ძალიან მნიშვნელოვან პრობლემებს. თუ არ ჩავთვლით შენობის ჩამოშლას და მიწისძვრის დროს რყევებს. არის გავრცელებული მშენებლების მხრიდან ტერმინი სახლი ჭდება, შენობის დროს ჭირდება რომ დაჯდეს, რაც არის ძალიან ცუდი და არაკვალიფიციური პასუხი იმაზე, თუ რატომ გაჩნდა სახლში შიგნით ბზარები. ახალ მშენებლობებში მარტივი მაგალითით რომ გითხრათ, დაავიღოთ დიდი დიღმის მაგალითი, მე თვითონ ძალიან ბევრ კორპუსში მნიშვნელოვანი ბზარები მაქვს აღმოჩენილი და თქვენს ნებისმიერ თქვენთაგან შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ეს ბზარები. ბზარი სახლში არსებობს ორი სახის. არის შიდა თერმული ბზარი და არის კონსტრუქციული ბზარი. შიდა თერმული ბზარი ჩდება, როდესაც კოსმეტიკური რემონტი არ არის სათანადოდ შესრულებული. ეს არის გალესვის პროცესი, დაშპაკლის პროცესი, ან დაბაშირმუხელის მოწყობის პროცესი, თუნდაც კაფელმეტლახის და ასე შემდეგ, თუ იქ არ დავიცავთ ჩვენ ნორმებს და სტანდარტებს, პერიოდულად გაჩნდება ბზარები. თუმცა ბზარი, რომელიც არის კონსტრუქციული, ეს უფრო დიდი ბზარი არის, შესამჩნევი ბზარი არის და ამ ბზარის აღმოფხვრა უკვე შეუძლებელი არის. ეს ბზარი გამოწვეული არის იმით, რომ შენობას ან არა აქვს სათანადოდ ფუნდამენტი, ან არა აქვს გათვლილი ქანები, ან შესაძლებელი არის მასზე მოქმედებს ქარი და ასე შემდეგ. ხოლო რაც ეხება შენობის დაჯდომას, ეს პროცესი მუდმივად გრძელდება, შენობა სულ განიცდის ვიბრაციას, სულ განიცდის სიმძიმის გადანაწილებას ფუნდამენტზე და ფუნდამენტის შემდგომ ნიადაგზე და რა სიტუაცია დახვდება დროთა განმავლობაში ფუნდამენტს ნიადაგში, ამის განსაზღვრა წინასწარ შეუძლებელია. ჩვენ ვცდილობთ, რომ გეოლოგიური კვლევის შედეგად მაქსიმალურად შევისწავლოთ ნიადაგი, თუმცა დროთა განმავლობაში ეს შეიძლება შეიცვალოს. მაგრამ ჩვენ უნდა გქონდეს ჩვენი შენობა და ჩვენი ნაგებობა კონსტრუქციულად ისე გათვლილი, რომ მაქსიმალურად ამ პროცესებს გაუძლოს და არ გქონდეს ან ბზარები, ან რღვევა შენობა ნაგებობის. როდესაც ხდება შენობაში შესახლება, როდესაც ხდება შენობაში რემონტი, როდესაც ხდება შენობაში ავეჯის შეტანა, შენობა მუდმივად განიცდის ვიბრაციებს და ამ ვიბრაციის პროცესში, რა თქმა უნდა, შენობა ჯდება. ის რომ შენობა როდესმე დაასრულებს დაჯდომას, ეს არის გამორიცხული და ცდარი. ზუსტად ის უნდა იყოს ჩვენი გათვლა, რომ ამ ყველაფერს სამომავლოდ გაუძლოს შენობა. ასევე მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი არის აუცილებლად არმირების დროს ბეტონის ჩასხმამდე უნდა შემოწმდეს ყველა დეტალი არმირების, რაც კონსტრუქტორს აქვს გათვალისწინებული. არ შეიძლება კონსტრუქტორმა თავის კონსტრუქციულ დასკვნაში არ დადოს და არ გაიანგარიშოს სწორი არმირება, რადგან მას შემდგომ დაახარვიზისებს
საპროექტო ნებართვის გამცემი ორგანიზაცია, ამიტომ კონსტრუქციულად მიმდინარეობს ნახალში ეს იდეალურად, თუმცა ხელოსნები ამას თავისებურად აწყობენ, თავისებურად გადააკეთებენ და ამის შემოწმება არ ხდება. თუ ახდენს ამის შემოწმებას მხოლოდ და მხოლოდ მინიმალურ დონეზე თითზე ჩამოსათვლელი კომპანიები, რომლებიც თვითონ თავიანთ შიდა აქტებს აფორმებენ ამით, მაგრამ არ ხდება ამის ინსპექტირება და შემოწმება სახელმწიფო ორგანოების მხრიდან. აქ არის ძალიან ერთი მნიშვნელოვანი რამ გასათვალისწინებელი, ვინც არის ამ პროცესში და ესმის, ეს არის მარტივი არმატურის გადაბმები, არმატურის გადაკვეთები, აბსოლუტურად ყველა გადაკვეთა უნდა იყოს გადაბმული, ჩაბმული, მაფთულის მეშვეობით და რატო? როდესაც ხდება არმირების ერთმანეთთან დაცილება ბეტონის ჩასხმის დროს, არმატურა ნახევარ ფუნქციას კარგავს, რადგან არმატურასა და არმატურას შორის ჩადგა ბეტონი და ის სიმტკიცე, რაც მათ ერთმანეთთან სიმჭიდროვით უნდა განეხორციელებინათ, უკვე ფიზიკურად ვერ აკეთებენ. ასევე არმატურა თუ თავის პოზიციას კარგავს, ბიჯებს კარგავს, ამ შემთხვევაშიც უკვე ვერ ასრულებს იმ ფუნქციას და ჩვენ აქ გვიწევს ბეტონის იმედად ყოფნა. ბეტონი მუშაობს კუმშვაზე, არმატურა მუშაობს წელვაზე და თავისი სწორი გადანაწილებით, სწორი დაფიქსირებით. ეს ყველაფერი გასათვალისწინებელი. აქვე გეტყვით ერთ ძალიან კარგ მაგალითს, როგორ ხდებოდა ბეტონ კონსტრუქციების ინსპექტირება საბჭოთა კავშირის საქართველოში. ვინც თბილისში არის დამყოფი, ან თბილისში ცხოვრობს, ყველას გეცოდინებათ ვახუშტის ხიდი. როდესაც ვახუშტის ხიდის აგება მოხდა, სანამ ხიდი ექსპლუატაციაში შევიდოდა, მოახდინეს მისი მდგრადობის და ვიბრაციის შემოწმება, მოხდა ორი ტანკის, საბრძოლო ტანკის მოყვანა და ჩაბმა, ბუქსირება, ჩააბეს ორი ტანკი ერთმანეთს და როდესაც მოხდა ბუქსირება, ამ პროცესის დროს შემოწმდა ვიბრაცია, ამტანობა ხიდის და ასევე ამ ვიბრაციის შედეგად შემოწმდა ხიდის მაქსიმალური დატვირთვის მომენტში შესაძლო მიწისძვრის დროს რა შედეგი შეიძლებოდა მოხდოდა და რა მიწისძვრას გაუძლებდა ხიდი. არავინ არ იცის, რა დროს მოხდება მიწისძვრა, წინასწარ ამის პრევენცია შეუძლებელი არის, თუმცა თუ გვექნებოდა ჩვენ კვლევა იმისა, რომ თუ ხიდი იქნებოდა მაქსიმალურად დატვირთული და ამ დროს მოხდებოდა პირობითად 6 ბალიანი ან 7 ბალიანი მიწისძვრა გარკვეული ინტერვალით, ხიდი ამ სირთულეს გაუძლებდა და არ მოხდებოდა მისი ჩამოშორება. ამის შემდგომ მოხდა მისი ექსპლუატაციაში შესვლა. ასევე გეტყვით იმას, რომ მაშინდელი ხიდის კონსტრუქციები იგებოდა იმ მარკირების ბეტონით, რითაც ხდებოდა წყალსაცავების, წყლის შემაკავებელი კედლის კონსტრუქციის მარკირება. იდენტური მარკირებით ხდებოდა. რა თქმა უნდა, სხვადასხვა კონსტრუქციულ ნაწილებში ეს იცვლება, თუმცა ძირითად მზით კონსტრუქციებში ხდებოდა იდენტურად. რაც შეეხება ამ ყველაფერს, რაზეც მე ახლა ვსაუბრობ, კვლევებით და მეცნიერულად გაანგარიშებული გათვლილი არის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და იმ დროს არსებული ძლიერი პროფესორების მიერ ხდებოდა ამისი მეცნიერული კვლევა. დღევანდელ კონსტრუქციულ ნაწილებში რაც ხდება კონსტრუქციული კვლევები, საფუძვლად უდევს ყველა ის კვლევა, რაც მაშინ მოხდა და მაშინ ქართველმა მეცნიერებმა დადეს. დღეს ძალიან სამწუხაროა, რომ ახალგაზრდა მეცნიერული კვლევა ფიზიკურად არ აგვაქვს რამე ცვლილებით, დაახლოებით 15 სადოქტორო ნაშრომს გავეცანი ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე, რაც არის ახალი ნაშრომები, მაგრამ ამ ნაშრომებში ჩადებული არის 90% ის ძველი ნაშრომები და ძველი კვლევები, რაც უნივერსიტეტს, უკვე ტექნიკურ უნივერსიტეტს წიგნადან გამოცემული და შეგიძლიათ ამ ყველაფერს გაეცნოთ. საქართველოს უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე მოიპოვება
ეს ლიტერატურა. რაც შეეხება ასაწყობ კონსტრუქციებს, მე პირადად არასდროს არ მომწონდა საბჭოთა კავშირის დროს არსებული ასაწყობი კონსტრუქციები და ჩემი ხედვა მქონდა ამაზე, თუმცა თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ ნებისმიერი გარდა ხრუშოვკაზე მე საუბარი არ მაქვს საერთოდ და არც განვიხილავ მის სიმტკიცეს და მდგრადობას, იმიტომ რომ ეს არის გაჩერებული პროექტი, თავის დროზე გაჩერდა ეს პროექტები, მაგრამ რომ ვთქვათ, ჩეხური პროექტები, ეგრეთ წოდებული ჩეხური პროექტები, ჩეხური ბინა რომ შეადაროთ ახალ თბილისში აშენებულ კონსტრუქციას, ჩეხურ ბინაში ვერ იპოვით ბზარებს, ხოლო ახალ ბინებში იპოვით ძალიან ბევრ კონსტრუქციულ ბზარებს. ეს იმიტომ არ ხდება, რომ დღეს არ იცი ამ მშენებლობა, ეს იმიტომ ხდება, რომ დღეს არ ხდება მისი შემოწმება და არავინ არ აგებს ამაზე პასუხს, თუ არ მოხდა მისი ჩამოშლა და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. რაც შეეხება რემონტებს და რაც შეეხება კოსმეტიკურ სამუშაოებს, რა თქმა უნდა, დღეს ბევრად უკეთესი არის და დღეს ჯობნით მაშინდელს, იმიტომ რომ დღეს არსებობს ძალიან ბევრი არჩევანი ამ თვალსაზრისით, რაც მაშინ ალბათ წარმოუდგენელი იყო და არ არსებობდა. მაგრამ კონსტრუქციულ ნაწილებში დარწმუნებული ვარ და უკვე დავრწმუნდი, რომ ჯობნიდნენ, რადგან არ ვიყენებთ და არ ვაკეთებთ ჩვენ ძალიან ბევრ რაღაცას, რაც არსებობს. დღეს სამშენებლო ბაზარზე მსოფლიოს მასშტაბით. დღეს რომ გვიკვირთ ჩვენ ჩინეთში თუ რა სისწრაფით იწყობა მშენებლობები ერთ თვეში ასაწყობი კონსტრუქციები, იმ ერთ თვეში ასაწყობი კონსტრუქციების უკან თვეები და წლები დგას, რაზეც მიმდინარეობს ფაბრიკებში, ქარხნებში მუშაობა, ის ბეტონ კონსტრუქციები დიდი სიმტკიცით იწყობა იქ და შემდეგ მოაქვთ და ხდება ერთ თვეში ან ორ თვეში მისი სწრაფად აწყობა. თუმცა ამ კონსტრუქციებს დამუშავება, გათვლა, განგარიშება ჭირდება, რაზეც თვეები და წლები მიმდინარეობს სამუშაოები. იგივე ხდებოდა საბჭოთა კავშირის დროსაც, ხდებოდა ქარხნებში, კონსტრუქციულ ქარხნებში აწყობა კონსტრუქციების დაპროექტება, დაგეგმვა და შემდგომ უკვე სამშენებლო მოედნებზე ნაგებობების აწყობა. მე არ მივესალმები და არ მომწონს გადახურვის კონსტრუქციები, რაც იყო ფილების წყობა, იმიტომ რომ მას ჩემი აზრით ჰქონდა გარკვეული დონის ხარვეზები, იზოლაციის თვალსაზრისით და შეკრულობის თვალსაზრისით. მე მირჩევნია დღევანდელი კონსტრუქცია, რომ იყოს მთლიანი არმირება და ჩასხმული, თუმცა ეს დღევანდელი არ არის, ეს მაშინაც ხდებოდა, მაშინაც იცოდნენ, მაშინაც მიმართავდნენ ამ პროცესს და მაშინაც არის ამ ფორმით ბევრი შენობა აშენებული. ის რომ თითქოს და დღეს ჩვენ მივიღეთ მთლიანი ფილების ჩასხმა, არავითარ შემთხვევაში ეს 30-40 წლის წინანდ საქართველოშიც კეთდებოდა, თუმცა ასაწყობ კონსტრუქციებს ჰქონდა მეტი უპირატესობა სისწრაფის თვალსაზრისით და მისი სიმტკიცეც არანაკლები იყო მთლიან ფილასთან. თუმცა მას მთლიან ფილასთან შედარებით აქ ხარვეზები. საკითხს კიდევ მინდა შევეხო, ეს არის ქართველი კონსტრუქტორები. მე ძალიან ბევრ ძლიერ კონსტრუქტორთან მიმუშავია, ძალიან ბევრ ძლიერ არქიტექტორთან მიმუშავია, რომლებსაც აქვს 2011 წლის საფრანგეთის მოგებული, 2014 საფრანგეთი მოგებული, მსოფლიო ჯილდოები მიღებული, მაგრამ არის მიმუშავია ისეთ კონსტრუქციულებზე, რომელიც იყო უბრალოდ სხვისი კონსტრუქციებით დაკოპირებული და გადმოტანილი. ესეთ კონსტრუქტორების ნაშრომებთანაც მიმუშავია. მაგრამ ყველა კონსტრუქტორი აბსოლუტურად საქართველოში აკეთებს იდენტურ პროექტს. აბსოლუტურად ვერ გავექცევით იმას, კოლონების განაწილება არის ყველგან ერთნაირი, კოლონების შეჯახება არის ყველგან ერთნაირი, რიგელები არის ყველგან ერთნაირი. აბსოლუტურად ნებისმიერ კორპუსში, სამშენებლო მოედნის ნებისმიერ კორპუსში რომ შეხვიდეთ, ყველგან მზიდი კოლონები, მზიდი სვეტები გვეჯახება ერთნაირად. არადა შესაძლებელი არის კოლონების გადანაწილება, კოლონების ფორმების შეცვლა, შესაძლებელი არის პილონების ჩანაცვლება, მზიდი კედლებით ჩანაცვლება და არ იყოს ესეთი მოცულობის კოლონები. აი დავუშვათ
მე ყოფილი ვარ ევროპაში 11-12 სართულიან შენობაში და საერთოდ არ შემიმჩნევია კოლონა. ვეძებდი კოლონას, მაგრამ კოლონა ვერ ვიპოვე, თუმცა იყო პილონები, რომლებიც იყო ჩაშენებული ჩვეულებრივ კედლებში და რაც ფიზიკურად არ ჩანდა გარდა მიწისქვეშა სართულში, სადაც შეიძლება ეს ვენახა. თბილისის შემთხვევაში ბევრი სამშენებლო, ბევრი ობიექტი ყოფილა, სადაც 80-80-ზე კოლონა იყო, 60-40-ზე კოლონა და ასე შემდეგ. რაც აი ძალიან ცუდია. და რატომ არის ეს ყველაფერი ცუდი? იმიტომ რომ მიმდინარეობს მშენებლობა არა არმატურის ხარჯზე, არამედ ბეტონის ხარჯზე. არმატურა აქვს ნაკლები, ბეტონი აქვს მეტი. იმიტომ რომ არმატურა ღირს მეტი, არმატურის სამუშაოები ღირს მეტი, და ბეტონი ნაკლებ ხარჯიანია და ბეტონის ჩაცვლაც ნაკლებ ხარჯიანი. ანუ ბეტონის სამუშაო უფრო იაფია, ვიდრე არმირების სამუშაო. ამიტომ ხდება ეს და ასევე ხდება დაზღვევის თვალსაზრისით თითქოს და რომ რაც უფრო მეტი და დიდი კონსტრუქციები სვეტები არის, თითქოს და კონსტრუქცია არის მხარი, რაც აბსოლუტურად ცდარია.